არა, უმჯობესია ერთი ტონით მაღლა ვცადო. რა დაემართა ამ ძაღლს? არა, მართალია რუდოლფიკო დიდად გულზე არ მეხატება, მაგრამ უნდა გავიგო რაშია საქმე. Эй, ძაღლო! რუდოლფ! შენ გელაპარაკები? ქალბატონო ლუკა, ძალიან გთხოვთ ხელს უმნიშნით მეცნიერული კვლევისას. რა მეცნიერული კვლევა გამაგებინე? რა გაკირებს მითხარი ძაღლო? იქნებ მოგშივდა ხა? აი თუ ასეა, ახლავე ძვალს მოგიგდებ, აქ სადღაც უნდა მქონდეს. რას ბრძანებთ ქალბატონო ლუკა? როგორ თუ ძვალი, რას ნიშნავს მომიგდებთ? ყველა ჩემი წინაპარი, ჩემი ბაბუა, იმისი ბაბუა და იმისი ბაბუაც ოქროს დანაჩანგლით მიირთმევდნენ კეთახმა. დიახ, მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება. მაშინ რა გაკირებს გამაგებინე, რაშია საქმე? კარგით. ალბათ თუ არ აგიხსენით ყველაფერი, არ მომეშვებით. დიახ. ესე იგი, მეცნიერებისა და ექიმების დაკვირვებით და ვარაუდით, ტირილი სასარგებლოა ჩვენი სუნთქვითი სისტემისთვის. ტირილი აფართოებს ფილტვებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ჰაერის მიწოდებას. თუ შეიძლება დამაცადეთ ძალიან გთხოვთ. ერთი არ უყურებ ამ ძაღლს რა ამბავშია. როგორ უნდა რომ ყველაზე ჩანმრთელი იყოს? ვერ მივართი. აი ახლა მე რუდოლფზე ხმამაღლა ვიტირებ. უფრო კარგად გავიფართოვებ ფილტრებს და უფრო ჯანმრთელიც ვიქნები. ამე რა ხდება, რუდოლფ, თუ რატო დირი ხარ? ლელა საყვარელი. რა მოხდა? ქალბატონო ლელა. უთხარი. არაფერი წახდება, ყველაფერი. აბა რატო დირი ხარ? ექსპერიმენტია ესეთი. რა ექსპერიმენტს ატარებთ? აბა რა იდეა გაგიჩნდათ, ეხლა მომიყევით? ქალბატონო ლელა, მოკლედ ექიმების და მეცნიერების დაკვირვებითა და ვარაუდით, ტირილი სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. დიახ, ტირილი ხელს უწყობს ჩვენი სუნთქვითი სისტემის ნორმალურად მუშაობას. დიახ, ფილტრებს აფართოვებს და რა? და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ეგ საწაიკითხეთ, ერთი საინტერესოა, რუდოლფ, საწაიკითხეთ. საწაიკითხე მართლა? სამედიცინო ენციკლოპედიაში. სამედიცინო ენციკლოპედიაში არ ეწერა, რომ ძალიან კარგი არის სიცილით, სიცოცხლეს ახანგრძლივებს, ხასიათს გამოგისწორებთ და მხიარულად დაიწყებთ დღეს. და რაც შეეხება ფილტვების გავარჯიშებას, ენკიბენკიში რისთვის დადიხართ, შებრძანდით ვოკალის გაკვეთილზე, იმღერეთ ბავშვებთან ერთად, თან კარგ ხასიათზეც იქნებით და ფილტვებისთვისაც ძალიან კარგია სიმღერა. რუდოლფ, აი ამაზე არ მიფიქრია. ოჩახშენ რუდოლფ, რამდენი მატირეთ უბრალოდ. არა უშავს. ხო და სიცილი ვცადოთ, აბა გაიცინეთ ერთი კარგად. მე სიცილის დედოფალი არ მიყურებ. არა ესე ხმამაღლა ნუ გაიცინეთ. გაიღიმეთ უბრალოდ. ხო შეატყვეთ რომ კარგია სიცილი. ძალიან კარგი ყოფილა. ხო და ეხლა ბავშვებსაც უთხრათ რომ ღიმილით დაიწყონ ყოველი დღე, რომ ხიარული დღე კონდეთ, ხო? მართალია.
და რა თქმა უნდა, ეხლა არის ენკიბენკის ასკინკილას დრო ეთერში და მივესალმოთ ჩვენს ბავშვებს და მშობლებს, რა თქმა უნდა. მოგესალმებით ჩვენო ძვირფასო ბავშვებო. გამარჯობა ბავშვებო. გამარჯობა ჩემო საყვარლებო, დედიკოებო, მამიკოებო, ბებიკოებო, ბაბუკოებო. და დღეს ენკიბენკელები მოვიდნენ ჩვენთან, რომ ახალი სიმღერების გვექნება პრემიერა დღეს, ხო? ახალი სიმღერები ხო გვიყვარს ალბათო. ძალიან, და ძალიან. საინტერესო სტუმრებიც გვეყოლება. სტუმრები ძალიან გვიყვარს. რა ბედნიერება, დავიწყოთ რა ჩქარა, ლელაკო, დავიწყოთ. დავიწყოთ. კალბატონო ტუკა ძალიან საგულდაგულოდ იპრანჭებით და იქნებ გვითხრათ რა შეა საქმე. რა ხდება ტუკა? ჩემო ძვირფასო ლელა, რუდოლფიკო, დღეს განსაკუთრებულად მინდა გამოვიყურებოდე. რა ხდება, რატო? რა ხდება? რატომ და თქვენთვის ერთი ძალიან საყვარელი სიურპრიზი მაქვს. სიურპრიზი? საინტერესო, არა სიურპრიზი გაქვს? რა სიურპრიზი და დღეს ჩვენთან სტუმრად მოვიწვიე თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული თეატრის მსახიობები. აიმე, რა საინტერესო. ეს მართლაც საინტერესო სიურპრიზია. მე არ ვიცი მართალი გითხრა რუდოლფ ძაღლებს რამე თუ გესმით ხელოვნების და თეატრის, მაგრამ დღეს კმაყოფილი დარჩები. რას ბრძანებთ ქალბატონო ტუკა? აი მე მაგალითად ამ თეატრის დამაარსებელი გიორგი მიქელაძის ძაღლს პირადად ვიცნობდი და ჩვენ ხშირი საუბრები გქონდა ხოლმე თეატრსა თუ ხელოვნებაზე. კარგი, ამაც არ დაგიწყებ ძაღლო, იმიტომ რომ ჩვენი მსახიობები თამთა ბაქრაძე და ნატია ხმიადაშვილი გველოდებიან. ძალიან კარგი, მაშინ დროა შევეგებოთ. კი ბატონო, მანანა. გამარჯობა ბავშვებო, გულახდინოთ მითხარით, მოგწონთ ბატების მწყემსვა.
იქნებ რომელიმე თქვენგანი ნატრობს კიდევაც. ნეტა მე მომწყემს ვინა ბატისჭუკებიო. ბავშვებო ნატრით კი ნატრობთ, მაგრამ იცით როგორ იცრუპენტელა? საკმარისი ერთი წუთით თვალი მოვაშორო, მაშინვე ჭაობისკენ გაძვრება და თავიდან ფეხებამდე ამოისვრება. დოროთე, აქ ვარ. რამდენჯერ უნდა გითხრა? მუყლაპა მოხერბაყებს, თორემ გაგიჩხირება ყელში და გაიგუდები. არ გავიგუდები. გაჩუნდი. სულელი. აი, ხომ გეუბნებოდით? მოდი ჩვენია. გამარჯობა გოგოებო. მოგესალმებით. ძალიან გაგვიხარდა თქვენი სტუმრობა. ჩვენც გაგვიხარდა. მადლობა მოწვევით. და მადლობა ტუკას, რომ ესეთი საინტერესო სტუმრები მოგვიყვანეთ. ჩემო ლელა, მინდა აქვე აღნიშნო, რომ არაჩვეულებრივად გამოიყურებინათ გოგონები. მადლობა. წინავენ. მადლობა თქვენ თეატრში სულ ესეთი ლამაზი გოგოები მუშაობ. აბა. დიახ. ვცდილობთ. იცით რა გოგონებო, არ შემიძლია მეც კომპლიმენტები არ გითხრათ. თანაც გიშდები ამ სპექტაკლზე, შეგიძლიათ მასზე 1-2 სიტყვა გითხრათ. წელს ყოფილა თურმე 90 წლის იუბილე, ხო? ჩვენი თეატრის. წარმოიდგინეთ, რამდენი თაობა გაიზარდა თოჯინების თეატრში. ძალიან ბევრი თაობა. მოგიყევით, ხო? უბრალოდ ბავშვებს მოუყვეთ თეატრში. წელს ზუსტად 90 წელი უსრულდება ჩვენს თეატრზე, ზუსტად 90 წლის წინ 1934 წელს გაიხსნა თბილისის თოჯინების თეატრი სპექტაკლით ჭურჭურტანოში გავძვრები, ჩემსაც მაინც გავხდები ეს სპექტაკლი იყო. და აი დღეს უკვე ძალიან ბევრი თაობა ახალ რეპერტუარს ნახულობ ჩვენს თეატრში და იზრდება. მე მგონი ძალიან კმაყოფილები და ბედნიერები არიან. თუმცა რაც შეეხება კონკრეტულ სპექტაკლს ბატისჭუკს, ეს არის ძალიან ძველი სპექტაკლი. ბავშვობიდან მახსოვს. კი, ნამდვილად. სამჯერ ვარ მარტო სპექტაკლზე ნახო. აი ჩვენ რამდენი წელია ვთამაშობთ? 20-22 წელია, რაც ჩვენ თამაშობთ და ნუ ჩვენამდე კიდე თაობები რამდენი ხანია თეატრში? კი, ნამდვილად. კი, ჩვენ 21-22 წელია დაახლოებით, რაც თეატრში ვართ. და ერთი და იგივე სამსახურში არ. ეს ჩვენი პროფესიაა და მრავალფეროვანია ჩვენი პროფესია და ასე რომ ჩვენ გვიყვარს, რაც მთავარია, ჩვენი პროფესია ძალიან გვიყვარს და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. თუ არ გიყვარს, ვერ შრომატევადი საქმეა და დიდი სიყვარულის გარეშე ამას ვერ გააკეთებ და ალბათ ბავშვები ძალიან ბევრ დადებით ემოციას გაძლევენ. რა თქმა უნდა. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პატარა მაყურებლის ემოცია. თითოეულ სპექტაკლზე და გვიყვარს ბავშვები. დარბაზში როცა ხედავ გაღიმებულ სახეს და ბავშვის ეს გაბრწყინებული თვალები, მან უკვე ყველაფერი გავიწყდება და სულ ვამბობ ხოლმე, რომ ეს გვიხარია თქვა, რომ მსახიობს ის რაღაცა ტაში, ბავშვის ემოცია და მე გავიწყდება სხვა რაღაცა ყოფითია თუ თეატრში თუ სადაც არ უნდა იყოს პრობლემა, ყველაფერი გავიწყდება ამის ბავშვები და სიხარულით მოდიან თქვენ. ნამდვილად. მაგის ფუფუნება გვაქვს, კი, ყოველთვის სავსეა ჩვენი თეატრის დარბაზი და არ ვუჩივით ნამდვილად მაყურებელს. თანთანაცია ჩემო ძირფასებო. ისმენთ უკა. რა ასაკის მაყურებელზეა გათვლილი თქვენი არაჩვეულებრივი სპექტაკლები? ესე იგი, ჩვენი სპექტაკლები მინდა გითხრა, რომ იწყება 2 წლის ასაკის ბავშვებიდან და ასაკობრივი ზღვარი ჩვენ უკვე გავზარდეთ და მე-10 კლასელ ბავშვებსაც შეუძლიათ მოვიდნენ კონკრეტულ სპექტაკლებზე. ნუ რა თქმა უნდა, რასაც 2 წლის ბავშვი ნახავს, იმას ვერ ნახავს მე-10 კლასელი. თუმცა სეგმენტი უკვე გვაქვს სხვადასხვა ასაკობრივი ზღვარიც და შეგვიძლია შევურჩიოთ მორგებული სპექტაკლები ნებისმიერი ასაკის. თუმცა ნათია მინდა აღნიშნო, რომ თოჯინების თეატრი ძალიან ბევრი წლის წინაც ცდილობდა, რომ ეს მაყურებლის ასაკობრივი სეგმენტი ყოფილიყო გაზრდილი. ჯერ კიდევ 1941 წელს დაიდგა პირველი სპექტაკლი ივანე მრისხანე, რომელიც იყო საღამო სპექტაკლი და დიდი მაყურებლისთვის. ანუ თეატრში ეს ახლა არ დაწყებულა. დაწყებულია გვაქვს. და პატარები სპექტაკლზე ვიცი, რომ წინასწარ იყიდება ხოლმე ბილეთები საკმაო რამოდენიმე დღით ადრე და აი უფროსი ასაკის ბავშვებზე როგორ არის უფროსი ასაკის ბავშვებიც იგივე ინტენსივურად სალაროზე გვაქვს ბილეთები, ანუ ბილეთები ჯიზე იჯავშნება ბილეთები და როგორც პატარებისთვის ასევე
დიდი მაყურებლისთვისაც საღამო სპექტაკლი. ანუ მოთხოვნა ერთნაირად არის, ხო, დიდებისას და პატარებისას. მოთხოვნა არის, კი, ანუ გააჩნია ვთქვათ როგორ შესთავაზებ, მიაწოდებ იგივე სკოლა იქნება, ეს თუ რამე სხვა სტუდია თუ რაც იქნება მოკლედ და მოთხოვნა კი ნამდვილად არის, აი ხო გეუბნებით არ ვუჩივით მაყურებელს. არის სპექტაკლები, რომელსაც სულ ანშლაგი, აი მაგალითად ბატის ჭუკზე ყოველთვის ხუმრობით ვამბობ ხოლმე რომ კედლებსაც ბავშვების ხედავ, თქო ანუ სადაც გაიხედავ ყველგან ბავშვი. მოკლედ თოჯინების თეატრის კავკასიური ცარცისტრი და ბატის ჭუკი. უკვდავი სპექტაკლია ნამდვილად. ეს სხვადასხვა ტიპის თოჯინები მოგვიყვანეთ, ხო? დიახ, აი ბატის ჭუკი კონკრეტულად არის თეჯირის თოჯინა, აი როგორც ახლა მე აქ ვიყავი ჩამალული, ანუ თეჯირს ზემოდან ჩანს. ეს არის იავნანამ რახნადან ქეთო და კაბინეტური სტილის ხო, თოჯინა. სამაგიდო თოჯინა, 3 ადამიანი ჭირდება სამართავად. და ეს არის ნუ ხელთათმანის ტიპის პეტრუშკას ეძახიან ესე ამ თოჯინას. ეს ნაწილია იმ თოჯინების, რაც ჩვენთან ხო, წარმოდგენილია სპექტაკლებში. კი ნახე. აუცილებლად ველოდებით ჩვენთან თეატრში. შეიძლება ბავშვებს რომ დაუძახო და ვაჩვენოთ როგორ მუშაობენ თოჯინები. ბავშვებო, მოდით, აბა ცადოთ. მაგალითად, თეთრ ტაში რო დაუკრას, აბა როგორ დაუკრავდი ტაშს? ნახე, აი. ეს ფეხები რო გადადგას ერთი ხელით გაკეთებთ, არა, ორი, ეხა უბრალოდ რადგან მე გავარ, აი. თქვენც, აბა ერთი აბა დაიხარეთ, მოდი იქ. აი ფეხებზე დადეკე, იმიტომ რომ ტანი მაინც მაღალია. მოდი საყარელო აი მოკიდე ფეხებს, აბა. აბა გადაადგას ნაბიჯი, მიდი. ნახე. მოდი წავიდეთ წინ, აბა. 1 საყარელია. 3 მოდი შეხედენ ის. სხვათა შორის არაჩვეულებრივად ცეკვავს ჩვენი ქეთო. უბრალოდ აი 3 ადამიანი ჭირდება რომ ვაცეკვოთ. ძალიან ტუკა, ძალიან. მოდი ახლა შენც ნახე, მოდი. მოდი აბა, სად დადგები მითხარი? აი აქ მიწდები, მე სადაც დგავა, არაბა ნახე. აი ესე უნდა აჭიმო, ეს მთავარი პრინციპია, რომ ტანი კონდეს გამართული. აი ყოჩაღ, ნახე როგორი ყოჩაღი გოგო ბიჭები არიან. ხელთან ხელები, აი ესე. ისე დაჭირი აი ყოჩაღი. გავმართოთ, რომ ესე ცოტა მობრეცილი არის დგეს ჩვენი ლამაზი ქეთო. აბა ხელი დაგვიქნიოს ქეთო. აი, გაჭიმე? აი, დაგვიქნია ხელი. აბა წინ აბა გაახები. ფეხები დააბაკუნეთ ახლა. აბა დააბაკუნე ნატალიკო. ყოჩა. აი, ყოჩა. აბა, ნიცამ რა გააკეთოს? მინიცამ აბა თავი დააქნევია თოჯინას. გამარჯობა. აი, ცეკვავს თოჯინა უკვე. ყოჩა, ბავშვებო. აქტიურად ვაცეკვეთ. აბა მოდი. ფეხები დაუჭიმებ. აი ესე დააყენე, მოდი. აჰა, დაიჭირე. აი. აი, როგორ ცეკვავს. აი, მოდი მე გავჭიმავ ახლა, ნახე. გაუშვინიცა. სავსავი პროფესია. მოდი შენ და აქვე ფეხები გამიჩნდა დაუჭიმე ერთი და აი, ხელებით შეუძლია ახლა თამთამ. ხო, აბა ახლა მოდი აბა მოდი ესე დავაყენოთ. მოდი ნიცა აქეთ შენ. მე თუ ხელს არ შეგიშლია გომით. აი, გაშალა ხელები. აჰა. 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 აი, ტანი უნდა გავაყოლოთ. აჰა. აჰა. აშიც დაუკრა და კოცნებს გამოგიგზავნოთ. ყოჩა, ნიჭიერი ბავშვები. ძალიან ნიჭიერი ბავშვები ყოლია ნამდვილად. აჰა. ყოჩა, ნიცა მამასობაში ჭუკი იპოვა. მოდი ვაჩვენოთ. ნიცა ნახე როგორ ყიყინებდა ეს ჭუკი. მოდი, აბა შენც ეს დაიყინე. თოჯინა როგორ უნდა გავათამაშოთ. მოდი. აბა როგორ შვება. აი დააყენე მაგიდაზე, ნახე შეგიძლია მან გაატარო. მოდი ახლა ეს გადავდოთ ქეთო ცოტა ხნით, ხო? აი აქ დავასვენოთ ჩვენი ქეთო. აი აქ უნდა მოგვიდოს. ნახე აქ პირსაგაც ჩვენი კოშტობები შეხედე. მოდი ამას ხელი აქ ვიცოდი ნახე. ჯერ აი ამას აქ კარგად მოგვიდოს. ხო? აბა ხა მოჩალოწი ცოტა. სხვათ. პირსაღებ. კი, პირსაღებ. აბა რითი როგორ აკეთებ? დაანახეთ აბა მაყურებელს. აბა ნახე, მაცხავე აი რგოლი აქვს ხო რაღაც? აი ნახეთ, აი აქ აქვს ესეთი რგოლი, აქ აქვს ძუა. და და ძუას აი აქ ძუაზე და ეს უნდა ჩამოწიო ხო რგოლი? კი, აი. კი. რგოლს ჩამოწევ, შეუძლია გაიაროს ასე როგორც დადიან ესეთი.
ჭუკები საყვარლად აბა. ბავშვებო, ხო არ გახსოვთ ამ სპექტაკლში რა ქვია ამ ბატის ჭუკს? რა ქვია აბა? ბატის ჭუკი. მართალია ბატის ჭუკი. ბატის ჭუკი ქვია. ცოტა ესეც ცვირპირით არ დავაკეთოთ. გავახუჭოთ თოჯინა ფრთხილად მიცა. ასე. ოდით ახლა ბავშვებო, პეტრუშკა, ანუ ხემის თოჯინა. შეხედეთ, ეს არის ბაჭია. მარტივია. ეს იყო პირველი თოჯინა. თით ჯერ კიდევ ჩამოვსვათ აქ ჩვენი საწყის ეტაპებზე თამაშობდნენ. სანამ მიქარისკები თოჯინები გაჩნდნენ. ნამდვილად ეს იყო ეს ხელთათმანის ტიპის. თოჯინა, ესეც იყო თეჯინის თოჯინა. მოდი ჩვენ მაყურებელს აუხსნათ ახლა ონლაინ სად უნდა ნახონ ხოლმე აფიშა რომელ დღეს რომელი სპექტაკლი გადის და როგორ უნდა შეეძინონ ხოლმე ბილეთები გარდა იმისა რომ სალაროში თავისთავად იქნება. იცით როგორ არის ანუ ჩვენ გვერდზეც თეატრის ოფიციალურ გვერდზე თბილისის თოჯინების თეატრი Facebook გვერდი გვაქვს და იქაც შეუძლია მაყურებელს რომ ნახოს რეპერტუარი, რომელ დღეს რომელი სპექტაკლია და ასევე ბილეთები ჯიზე, სადაც დეტალურად წერია და ონლაინ შეიძლება. დი, ონლაინ დიახ, შეიძლება. ძალიან საინტერესოა რატუკა. ძალიან, ლევან ძალიან წავიდეთ რა თოჯინების მოგძანდით დაყვაძილებლად. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, ძალიან გავიხართ და ბავშვებზე არანაკლებად მე ვისიამოვნე და იმედია რომ კიდევ გვეწევით. აუცილებლად. წარმატებები. მადლობა თქვენს ასევე, მადლობა მოწვევისთვის. თეატრში. ძალიან დიდი მადლობა გისურვებთ წარმატებებს. თუკი მადლობა რომ დავპატიჟე. პრემიერას და აუცილებლად გეწვევით თეატრში. აუცილებლად მოგზანდით, ტუკა მადლობა განსაკუთრებული რომ მოგვიწვიეთ დღეს აქ. მადლობა თქვენ რომ გვესწრეთ. ძალიან ბედნიერი ვარ. Ach,
ელენა, ეხლა შენ მოგვიყევი, საიდან ჩამოხვედით ჩვენთან სტუმრად? ჩვენი რომელი ელენიკო. ქალაქიდან ხარ? ქუთაისიდან. და სად სწავლობ? ქუთაისის ფილიალში, ენკიბენკის, ხო? დავდებ ენკიბენკის ქუთაისის ფილიალში. შენ მოყევი ლაზარე, სად იყავით? სად იყავი კონცერტზე? თბილისში თუ ქუთაისში? თბილისში. თბილისში. აბა იონეს მიეცი ხა მიკროფონი, კიდე სად იყავით იონე კონცერტზე? მე ქუთაისში. ქუთაისში. სად ცხოვრობ შენ ქუთაისში? ბაკის უბანთან. აბა ბიჭებო, თქვენ მომიყევით, ახლა რას აკეთებთ ხოლმე ენკიბენკიში რო დადიხართ? რუდოლფიკო, რა საყვარლები არიან? ძალიან. პაცაცუნები. და ვცევყავთ. ვაიმე, მე მგონი შენ დაგწინიან. მე დამწინია. აბა ჩემზე ხომ არ გაიცინებენ? შენი ცინი. აბა იონე, რა უნდა გვიმღეროთ? ქუთაისის ჰიმნი. დღეს გვაქვს ახალი სიმღერის პრემიერა, ეს არის სიმღერა ქუთაისზე, როგორც იონემ გითხრა და ეს სიმღერა სპეციალურად ენკიბენკის სატელევიზიო სკოლა სტუდიის ქუთაისის ფილიალისთვის დაგვიწერა კომპოზიტორმა მანანა მერაბიშვილმა. ძალიან მიყვარს ქალბატონი მანანას სიმღერები. მე ძალიან მოკითხვა ქალბატონ მანანას. მანანას ჩვენსგან. კვირილები, თეთრად ღერია
ოჩახ გოგონებო, წამოდით ახლა ვინ გაგაცნოთ? წამონატარი. წამოდით. ნახეთ ვინ გაგაცნოთ. ვაიმე, როგორი ლამაზები და საყვარლები არიან. ნახეთ თოჯინები მოგიყვანეთ უკამე, შენ ეს გოგოები არიან ჩვენი თოჯინები. მოდი შენც დაგსვა და ხელს მოგიყვანე. აბა საყვარელო. ოპა. საყვარი. მომეცი ხელი. მომეცი. აბა უთხარი ტუკას რა ქვია შენ? სესო ქვია. შენ რა ქვია? ნატალიკო, როგორ მიხარია რომ როგორც იქნა გაგიცანი. ტუკა ნახე თოჯინებზე იმღერეს და ხო მართლა თოჯინებს გვანან გოგოები რა ლამაზები არიან არა? ნამდვილად, ლელაკო, შემსავით ლამაზები თუ კიდევ არსებობდნენ არ მეგონა, მაგრამ მე მგონი ესენი ჩემზე ლამაზები არიან. ნაკე როგორ გატკოჩა ტუკა? რა უნდა გამოვიდე, უნდა უთხრა ტუკასო ესე მითხრა, უთხარი აბა. აბა როგორ მაინტერესებს, ვინ უნდა გამოხვიდეთ გოგონებო? ვინ უნდა გამოხვიდე შენ აბა უთხარი? ექიმი. ექიმი უნდა გამოხვიდე შენ? ორი ექიმი მეგობარი მეყოლება, რამე თუ შემაწუხებს, მოვალ და ხომ მომარჩენთ. ჩხიკვების ექიმი რომელი უნდა გამოხვიდეთ? ტუკარი ჩხიკვი. ჩხიკვების ექიმი რომელი უნდა გამოხვიდეთ? ვეტერინარი არა? ჩხიკვების ექიმს ქვია ვეტერინარი. ცხოველებს რომ მკურნალობენ ხოლმე. ძაღლებს, კატებს, ფრინველებს და ესე შემდეგ. თუ თქვენ ადამიანების ექიმი უნდა გამოხვიდეთ. ხო? მე მგონი ჩემ დახმარებას მაინც შეძლებენ. ვეტერინარი ჯერ არავინ არ ყავს. რა გაეწყობა? დარჩი ექიმის გარეშე ჯერჯერობით. კარგი, შენ იყავი კარგად ჩემოლილა და მეც რაღაც მეშველება. დავემშვიდობოთ ხო გოგოებს? აბა დაემშვიდობეთ გოგოებო ტუკას, ნახვამდის უთხარით? ნახვამდის, მოდი ერთი გაკოცოთ, აბა ცოტა მოდი აკოცეთ თქვენს ტუკას. მოდი. აკოცეთ ტუკას. მოდი. ეხლა
ისინი საკოჩი. მადლობა გოგონებო, ნახვამდის. ნახვამდის უთხარი თქვენც თუკას? რუდოლფ, ნახე, ახლა მოვიყვანეთ ჩვენი ენდიმეგის დიდი დიღმის ფილიალის მოსწავლე ნიკოლოზი, ხო? სასიამოვნოა ნიკოლოზ შენი გაცნობა. აბა დღეს რა უნდა მოგვიმზადოს? ვისთან ერთად მოხვედი, აბა ჯერ თათა. ვისთან? თათა. თათას და ვინ არის თათა შენ? ჩემი დეიდა. შენი დეიდაა თათა, ხო? რა უნდა გავიკეთო, აბა რა უნდა ვასწავლოთ ბავშვებს? სუში. სუშის გაკეთება, ხო? მე ძალიან მიყვარს სუში. რუდოლფ, შენ გიყვარს სუშები? რაღა დაგიმალოთ და გიჟდები. რუდოლფ, გიჟდები ისე მიყვარს. ვაჭამოთ რუდოლფს. დღეს ბიჭების დღე გვაქვს. რუდოლფიც ყავს და წამყვანიც ბიჭია, ხო დღეს? აბა თათა გასწავლეთ ახლა რა უნდა გავაკეთოთ. აბა რა გჭირდება სუშის მოსამზადებლად? ბრინჯი. კიდე? კრემკვი. ბრინჯის მოხარშვას რაღაც თავის წესი აქვს, ხო მე მგონი? კი, ეს ჩვენ უკვე ადვილად ვერ მოხარშა. ჩვენ უკვე მოხარშული ბრინჯი გვაქვს. მაინც გითხრათ, რა უნდა გავითვალისწინოთ ბრინჯის შერჩევისას და როგორ უნდა მოვხარშოთ, რომ კარგი სუში გამოგვიყვანოს. მე მაგათაც უმეშლება. სუშისთვის აუცილებელია სუშის ბრინჯის გამოყენება. ეს არის მრგვალი ბრინჯი, სხვა ბრინჯებისგან განსხვავებულია და ვამზადებთ ისე როგორც სტანდარტულ ბრინჯს, ერთ წილ ბრინჯზე, ერთ ნახევარი საკმარისია კი. შემდეგ უკვე ვამატებთ ძმარს, მარილს, შაქარს და ჩვენი სუშის ბრინჯიც მზად არის. ნიკუშა, ახლა გითხარი, შენ ბრინჯი გვაქვს, კიდე რა მოვამზადეთ? ავოკადო, კიტრია, ხო? ეს რა არის თეთრი? ხაჭოა თუ კრემკველია ეს, ხო? და თავარი. მარცვლები. სეზამის მარცვლები, რითიც მე გავაფორმებ ჩვენს რაშიც უნდა გავახვიოთ? ნორი. ნორი ქვია და ჩვენ ნიკუშა ძალიან უყვარს ფილადელფია და დღეს გავაკეთებთ ერთ-ერთ სუშს ფილადელფიას, ხო, თევზით. დავიწყოთ? კარგი. საინტერესოა. სუში ფილადელფია. ჯერ არ დამიგემოვნებია. ეს არის ბრინჯის ძმარი და ჩავაყაროთ. ხო. ერთი ჩაის კოვზი მარილი და ერთი ნახევარი ჩაის კოვზი შაქარი. ჩაყარე ნიკო. კი, ბოლოდ. შაქარიც. ეს ჩვეულებრივი თეთრი ძმარია თუ რაღაცა სხვა? ბრინჯის ძმარია. ძმარი. კი, ბრინჯის ძმარია. მოდი, ეს ძმარი არ გამოგვადგება. არ გამოგვადგება. მოდი ახლა ჩავასხათ და შენ ამოურიე, ხო? ამოურიე. არაუშავს, ნელა. ჩვენი ბრინჯიც მზად არის. შეგვიძლია ცოტა გადავდოთ. გადმოვიტანოთ ნორი. მოდი მე დავდებ და შენ გავუტყე, ხო? აი, შენ დადებ, მოიცა მოვწიოთ. კარგი. კიდე გადმოდა. გაოცებული ვარ, რა ოსტატურად აკეთებს ყველაფერს, ა? რამე სპეციალური მაღაზია თუ ნებისმიერ სუპერმარკეტში? ნებისმიერ დიდ სუპერმარკეტში შეიძლება ყიდვა, რა თქმა უნდა, თქვენი გემოვნებით, თქვენ როგორი ინგრედიენტებიც გინდათ, ჩვენ მაგალითად ხა ავარჩეთ, როგორც გაგიხარით. გავწევრო კამერაში თევზი და აი ეს მოდე კარგად გავშაოთ ჩვენი ბრინჯი.
წაუხსნით და გადავატრიალეთ. ეხლა უკვე გავამზადოთ შიგთავსი. ჩვენი გემოვნებით რისი მეტად გსურს. ჩვენ ვაკეთებთ ხოლმე კრემ ყველით. დადეხო ავოკადო ხო? კი, ავოკადო, კიტრი. მოდი ხელს დავადებ ჭრები, ეხლა ეს ვერ დაადებ. აი მოდი ხელით დავადოთ ჩანგლით ხელით. ავოკადო შედავადახი იმიში. ტუკა სად დაიკარგე? აი, ეხლა ინტერცემბილი. მოდი მე დავადებ ამას, მიდი. როგორ უყვარს ჩემს ტუკას ავოკადო? ეს კიდე ყველაზე ისეთია, რომ ყველაფერი ყველანაირ რაღაცას დაეტევა. ხო, დაადე. ხო. ესე აი ეთეთას დავადოთ დავადოთ აი აქ კიტრი. ესე იგი რომ დაიმახსოვრე ხო? ავოკადო დაგჭირდება კიდე კიტრი, ბრინჯი, კრემკველი და თევზი, ბობს. თევზი ხო? თავად გადავახავთ. თევზებიდან ვადებ. კი, თევზებიდან ვადებ. ნახეთ ახლა როგორ ახალს. დაიწყო ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტი. ოჩაღ ნიკოლოს რა უსტატურად მოგაწოდებ ხო თევზს და დაავაგე. მიდი. აი ეს მოხვევის დროს რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ რაც შეიძლება მჭიდროდ უნდა იყოს, ხო ალბათ? კი, რომ კარგად დაფიქსირდეს და დამაცადე, აი ასე ვქნათ. მიცა? ბოლოები მოვაჭრეთ. რაც უკვე ზედმეტია. რა გემრიელად გამოიყურება. და უკვე შეგვიძლია დავჭრათ და დავასერვიროთ. ეჭვი მაქვს ლელა, ნიკოლოზი რომ გაიზრდება, საკუთარი სუშის რესტორანი ექნება. ისე ოსტატურად ამზადებს ამ ყველაფერს. ვიბლით ხოლმე შენს რესტორანში. სტუმრად ვიბლით ნიკოლოსთან რესტორანში. მოდი შენ დავით. ეს რა არის? ეს არის ვასაბის პასტა, რომელიც არის ცხარე. ვისაც უყვარს და უნდა გაურიო სოია. სოიაში, კი. ცოტა წამოიწე. მოიწე. მოდი ახლა გადმოვიტანოთ ჩვენ. კარგი იყოს მეორე მხარესაც ცოტა. და მოდი აბა წინ გავხდოთ ჯერ მაყურებელს ვაჩვენოთ. მოაკარე ხო, მიდი. უყვარს და. არა, მე გადავწყვიტე. ეს რისი კვირაში ერთხელ. სეზამის, ხო? კვირაში ერთხელ სტუმრად უნდა ვიარო ნიკოლოსთან. დიდი სიამოვნებით. სუში უნდა მივირთვა. ნიკო, კიდევ ის გაკეთება გიყვარს მოუყევი. რას ვაკეთებთ ხოლმე ერთად? მე მიყვარს შავი სუში როა.
შავი სუში. ოი, გაიგეთ. შენ მოგეთ გიყვარს ძალიან ეს სუშები, როგორც მივხვდი, ხო? არა ხო ვამბობ, ნამდვილი სუშის ოსტატია ჩვენი ნიკოლოზი. და კაი მომეცადინები ჩანს ბავშვი. ძალიან. ნატურალ გააკეთა. აი ნახეთ, ალამაზი გამოვიდა. ძალიან მადიზამვრელია. გავსინჯოთ? მოდი გავსინჯოთ, აბა. ეს შენ გაგიხსნები ამის. ეს შეიძლება ჩემს ტუკასაც დაუტოვოთ ცოტა. როდესაც უნდა გავადი. გიждდება ტუკას სუში. აურიოთ ჯერ ამაში, ხო? დიახ. ხო ეყოფა ეს ძალიან ცხარეც რო არ გამოვიდა. კი. ეყოფა ცოტა. აი გახსნათ ბოლომდე და არ იქნება ძალიან ცხარეც. თუ მოგეწონება ხელს ჩამირტყავ, ხო? დიდი პირი და გავიხო. მოკრიჩე და მომეცი. გებრიელესია. გებრიელესი. ძალიან გთხოვთ, ერთი ნაჭერი ჩემს ტუკას შევნახეთ. მარგო და მოგეწონა, მეც უნდა გავსინჯო. კაია, კაი გამოგვივიდა. მაგა ძალიან გემრიელია, უხა კაია. ნიკუშა, ერთხელ კიდე მომეცადინე რა სუშის გაკეთებაში, ხო? ენკი-მენკიში დაგვატიჟებ, მოვიმარაგებ ინგრედიენტებს და გამიკეთე, ხო? ძალიან მოგვეწონა. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ორივე მადლობა თქვენ. და ეკიპენკის ძალიან გვიყვარს. და დიდი სიხარულით მირბის ხოლმე ყოველთვის ნიკუშა ენკიპენკიში, ხო? ჩვენ ძალიან გვიყვარს ნიკუშა, თან როგორი კლიპი გადაიღო პირველივე მცდელობაზე. ეხლა მოდი დავემშვიდობოთ, ხო, მაყურებელს დაემშვიდობე. ეხლა უთხარი ნახვამდის ბავშვები. ნახვამდის.
მზეღიმილის ფერი ანალთებს ანალთებს ცალსების ფერი მზეღიმილის ფერი ანალთებს ცალსების ფერი მზეღიმილის ფერი ანალთებს ანალთებს ცალსების ფერი მზეღიმილის ფერი ანალთებს სვადილის ფერია ჩემს ტილოზე სწავლეს თამაში სელქობენ ანცობენ ალბათ ფიქრობენ ახალი ფერებით დახატავ ქალაქი საიმედის ფერი ქუჩავხილის ფერი რაუცნაურია რასაც არია ფერები როგორ ფუსფუსებენ ფერადი მოხატეს ხალისით ქალაქი ცალსნების ფერი მზეღიმილის ფერი ანალთებს ანალთებს ცალსნების ფერი მზეღიმილის ფერი ანალთებს ჩემს გაბდულ ტილოზე თხევადის ფერია ზემ გამოაბწყინა ღიმილი ვისწავლოთ ფერა ფუნჯები საიმედის ფერი ქუჩახინის ფერი რაუცნაურია რასაც არია ფერები როგორ ფუსფუსებენ ფერადი ფუნჯები მოხატეს ღიმილით მოხატეს ხალისით ქალაქი თაოსნების ფერი მზეღიმილის ფერი ანალთებს ანალთებს თაოსნების ფერი მზეღიმილის ფერი ანალთებს თაოსნების ფერი მზეღიმილის ფერი ანალთებს ანალთებს თაოსნების ფერი მზეღიმილის ფერი ანალთებს I just had to say, oh la la, we should get acquainted like, oh my God, I don't speak your language, but hey mama, I don't need no translation, just come right here and make your body say it, yeah, oh la, don't know what to say, like a lollipop, yeah, that's how you taste, sweeter than what's in an ice cream truck. You a charmer, you give me good luck. Really no need to speak too much. Oh, but you made me say, don't know your name right now. But that needs to change right now. I saw you across the room, and I just had to say, oh la, we should get acquainted like, oh my God, I don't speak your language, but hey mama, I don't need no translation, just come right here and make your body say it, yeah, yeah. Hola, make your body say it. Hola, make your body say it. Eres sabrosura pura, mira qué linda figura, modela a la orilla de la playa, con su gafita Gucci nunca falla, yeah. Te quiero conocer, tell me what's your name, vengo de Colombia, baby, if you wanna play. Te quiero conocer, tell me what's your name, vengo de Colombia, baby, if you wanna play. Don't know your name right now, but that needs to change right now. Saw you across the room, and I just had to say, Hola, la, quiero conocerte ya, oh my God, aunque no me entiendas, bye. hey mama, I don't need no translation, just come right here and make your body say it, yeah, yeah. Hola, make your body say it. ეხლა ეთერი დაუთმოთ უფროს ასაკის ენკიბენკელებს და ვნახოთ რა სიუჟეტი მოგვიმზადეს.
ვნახოთ. გამარჯობა. დღეს ჩვენ ბავშვებისთვის საყვარელი ანიმაციური ფილმის შესახებ მოგითხრობთ. ეს ფილმი ლილუ და სტიჩია, რომელმაც ყველა ასაკის მაყურებლის გული დაიპყრო. მოდი ერთად ვიმოგზაუროთ ჰავაის კუნძულებზე და გავისმოთ საყვარელი პერსონაჟები ლილუ და სტიჩი. ლილუ და სტიჩი არის 2002 წლის ამერიკული ანიმაციური ფილმი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ფილმების მწარმოებელი კომპანიის Walt Disney-ს მიერ არის შექმნილი. ანიმაციური ფილმის ლილუ და სტიჩის რეჟისორები კრის სანდერსი და 딘 დემლუისია. მათ ერთობლივად ნამუშევარი აქვთ ანიმაციურ ფილმზე როგორ მოვარჯულოთ დრაკონი. ამ ფილმმა 10 ემის ჯილდო მოიპოვა. მან საუკეთესო ანიმაციური ფილმების ნომინაციებშიც გაიმარჯვა. რეჟისორებს მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებთ Walt Disney სტუდიასთან და სწორედ ამ გამოცდილების დამსახურებაა, რომ ყველასთვის საყვარელი ფილმი ლილუ და სტიჩი ასეთი წარმატებული და ხარისხიანი პროდუქტი გამოვიდა. ფილმი მოგვითხრობს პატარა გოგონაზე, რომელიც ჰავაის კუნძულზე უფროს დასთან ერთად ცხოვრობს. ლილუს ძალიან უყვარს ცხოველები და უმეგობრდება ძაღლს სახელად სტიჩს, რომელიც სინამდვილეში შენიღბული უცხო პლანეტელია და ინტერგალაქტიკურ პოლიციას ემალება. მიუხედავად იმისა, რომ სტიჩის ხასიათში ყველაფრის განადგურება დევს ლილუსთან ყოფნის პერიოდში, იგი სხვებზე სრუნვას სწავლობს. ბავშვებო, ალბათ გაინტერესებთ თუ ვინ ახმოვანებს ჩვენს საყვარელ გმირებს. სტიჩის პერსონაჟს თვით რეჟისორი კრის სანდერსი ახმოვანებს. მისი თქმით, არც ის სერიალი იყო მარგო ძაღლის როლი. პატარა გოგონა ლილუს კი ამერიკელი მსახიობი დევიდ ჩეისი ახმოვანებს, რომელსაც არაერთი ცნობილი ფილმის პერსონაჟების გახმოვანებაზე უმუშავია. ასეთებია დიდი სიყვარული, ბეჭედი და ასე შემდეგ. იმისთვის, რომ ფილმის შინაარსისთვის შესაბამისი გარემო შეექმნათ, ანიმატორები სათანადო ადგილს დიდხანს ეძებდნენ. მათ უნდათ ფილმი ეგზოტიკური, მომხიბვლელი და განსხვავებული ყოფილიყო. ბოლოს მათ გადაწყვიტეს, რომ ფილმში გამოყენებული პეიზაჟები ჰავაის კუნძულების მაგალითზე შეექმნათ. თუმცა მხოლოდ გადაწყვეტილების მიღებას არ დასჯერდნენ და ჰავაის კუნძულებს ესტუმრნენ. რათა უკეთ შეესწავლათ ბუნება, ადგილობრივების ცხოვრების წესი და ზოგადად მათი დამახასიათებელი კულტურა. ანიმატორების თქმით, ასე უშუალოდ მიღებული ინფორმაცია მათ ფილმზე მუშაობას უფრო გაუადვილებდათ. მოგზაურობის დროს ერთ-ერთი, რაც გიდმა პირველი აუხსნა მათ, იყო იოჰანა, ანუ ოჯახის ცნება ჰავაელებისთვის, რომელსაც დიდ პატივს სცემდნენ. ეს ყველაფერი შემდეგ ფილმში გადმოიტანეს. ფილმის მიხედვით, ლილუსთვის და უფროსი დისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხომ ოჯახია. ჰავაის კუნძულებზე მკვიდრი მოსახლეობისთვის ოჯახი სულაც არ ნიშნავს მაინცა და მაინც სისხლით ნათესავს, რაც ფილმშიც ნათლად აისახა. ლილუ და სტიჩი მსოფლიო ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, როგორც მაყურებლის, ასევე კრიტიკოსების დადებითი შეფასებები დაიმსახურეს. წარმატებები აისახებოდა როგორც ფილმის ბიუჯეტზე, ასევე კინოთეატრის სალაროებშიც. აგრეთვე აღსანიშნავია ანიმატორ კრის სანდერსის დამსახურება ფილმზე მუშაობის დროს. როგორც კრიტიკოსები ამბობენ, ანიმაციური ფილმი ვიზუალურად სულაც არ ჰგავს დისნეის სხვა ფილმებს, რაც ანიმატორ კრის სანდერსის დამსახურებაა. მან პერსონაჟებიც და ნივთებიც განსხვავებულ სტილში დახატა. მისი მოთხოვნა იყო ყველაფრისთვის მომრგვალებული ფორმები მიეცათ. იქნებოდა ეს ფოტოაპარატი, ლაზერული იარაღი თუ აფეთქებისგან გამოწვეული ცეცხლი. მისი აზრით, მრგვალი ფორმები უფრო მეტად სასაცილოებს და საყვარლებს ხდიდა პერსონაჟებს თუ ნივთებს. სწორედ ეს სტილი განასხვავებს ლილოს და სტიჩს დისნეის მიერ გადაღებულ სხვა ანიმაციური ფილმებისგან. ფილმის რეჟისორის თქმით, მიკი მაუსი
პოპულარული სწორედ იმიტომ გახდა, რომ იგი მრგვალი ფორმის იყო. ფილმზე მუშაობის დროს ანიმატორებმა თითოეული პერსონაჟის შექმნაში დიდი შრომა ჩადეს. ისინი მათ თითოეულ ნაკვთს გულმოდგინებით ამუშავებდნენ. ჰავაის ულამაზესი ბუნების ანიმაციაში გადმოტანაც არ იყო მათთვის ადვილი. ისინი ცდილობდნენ პეიზაჟები, რაც შეიძლება ბუნებრივი და მომხიბლავი გამოსულიყო და რაც მთავარია არ დაეკარგათ ის მეგობრული და თბილი ატმოსფერო, რაც ჰავაის კულტურისთვისაა დამახასიათებელი. ამ ყველაფრის მისაღწევად კი ნათელი და ხასხასა ფერები დაიხმარეს. სასურველი ფერები აკვარელის საშუალებით გამოჰყავდათ, რისი წყალობითაც ფილმი მართლაც მომაჯადოებელი გამოვიდა. Walt Disney-ის წარმომადგენელი იხსენებს, რომ ესკიზების ნახვისთანავე მოსდომებია ფილმის გადაღება და თითოეული პერსონაჟი ძალიან შეყვარებია. ლილო და სტიჩი ძალიან მნიშვნელოვანია ჰავაისთვის, რადგან ფილმის შინაარსი მის კულტურაზე მოგვითხრობს და ტურისტებიც უფრო მეტად ინტერესდებიან ამ მომაჯადოებელი სამყაროთ. ჰავაელების თქმით, ეს ფილმი მათთვის ნამდვილი რეკლამაა და ვერც ერთი სარეკლამო რგოლი ვერ გახდიდა ჰავაის ასე პოპულარულს, როგორც ეს ლილო და სტიჩმა მოახერხა. ისეთი წარმატებული ფილმი, როგორც ლილო და სტიჩია, წარმოუდგენელი იქნებოდა კარგი მუსიკის გარეშე. ფილმისთვის სიმღერები ცნობილმა კომპოზიტორმა ალან სილვესტრმა და მარკ კელმა დაწერეს, რომლებიც შემდეგ სკოლის მომღერალ გუნდთან ერთად გააფორმეს. აგრეთვე ფილმის საუნდტრეკებში ხვდებით ამერიკელი მომღერლის ელვის პრესლის სიმღერებს. 2002 წელს გამოშვებული ფილმის ლილო და სტიჩის წარმატებამ რეჟისორებს მაიკლ ლაბაშს და ტონი ლეონადის ამ ანიმაციის მეორე ნაწილის შექმნა გადააწყვეტიათ. ისინი ახალ ფილმზე დაახლოებით 3 წელს მუშაობდნენ და მათი საბოლოო პროდუქტი ეკრანებზე 2005 წელს გამოვიდა. ბავშვებში ლილო და სტიჩის მეორე ნაწილმაც საკმაო სიყვარული და მოწონება დაიმსახურა. მე მგონი საინტერესო გადაცემა გამოგვივიდა. კადრს მიღმა მომავალ კვირაზე გემშვიდობებად. მოგწერეთ, რომელ ფილმზე გსურთ საინტერესო ინფორმაციის გაგება და ჩვენ თქვენ სურვილებს აუცილებლად დავასრულებთ. ნახვამდის. დღეისათვის სულ ეს იყო. მე მგონი ისი ამოვნეთ თქვენს და მაყურებელმაც ჩვენი ბავშვების სიმღერით. უზომო. საინტერესო გადაცემა გამოგვივიდა, მე მგონი, ხო? ძალიან კმაყოფილები ვართ, ლელა. ნახვამდის ბავშვებო, შეგახსენებთ, რომ დაგვიმატეთ Facebook-ზე, TikTok-ზე, Instagram-ზე და რაც მთავარია Facebook-ზე გამოგვიგზავნეთ თქვენი ნახატები, რომელსაც მე ენკიბეკის ეთერში ვაჩვენებ ჩვენს მაყურებელს. ნახვამდის. ნახვამდის. ნახვამდის.